სიახლე უცხოელი ტურისტებისთვის მცხეთაში დღეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გახსნეს. ოფისში ნებისმიერ მსურვალ საქართველოს ტურისტულ მარშრუტებზე, ღირსშესანიშნაობებსა და კვების ობიექტებზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. ტურისტები უფასო ინტერნეტ კაფის მომსახურებითაც ისარგებლებენ. ანალოგიური ცენტრები მალე თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ამუშავდება. It was religious, economic, political center of Georgia. Am turistis მსგავსად მცხეთაში ჩამოსულ ნებისმიერ ვიზიტორს ქალაქის ისტორიას ამიერიდან გიდები გააცნობენ. სპეციალურად ტურისტებისათვის 15-მდე ადგილობრივი გიდი გადამზადდა. ისინი უკვე მზად არიან ვიზიტორებს მცხეთის ისტორიული ძეგლების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდონ. ველოდებით საკმაოდ დიდი ნაკადს ტურისტების გაკეთდა მცხეთა თავიდან, შეიქმნა ინფრასტრუქტურული ადგილები, არის ახალი ტურისტული მარშრუტები. ტურისტების მომსახურების გასაუმჯობესებლად მცხეთაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრში ვიზიტორები სრულ ინფორმაციას მიიღებენ ქალაქში არსებული კვებისა და საცხოვრებელი ობიექტების შესახებ. აქვე იფუნქციონირებს ინტერნეტ კაფეც, რომელიც ვიზიტორებს უფასოდ მოემსახურება. უფრო დეტალურად გაიცნობიან თუ რა ტიპის სანახაობები არის აქ, რომელ მუზეუმში შეუძლიათ მისვლა, რომელ მაღაზიაში შეუძლიათ მისვლა, რომელ სხვა ტიპის ცენტრებში შეუძლიათ მისვლა და იქ დროის გატარება და იმედი გვაქვს რომ ეს ციფრი რა იზრდება, უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება ამ კუთხით. მცხეთა თბილისის მერე ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქი არის ტურისტების მიერ, აქედან გამომდინარე აქ ასეთი ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი არის. მცხეთაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. 2010 წელს ქალაქს 120,000-მდე ვიზიტორი ეწვია. მცხეთა მდიდარია რელიგიური, ისტორიული, არქეოლოგიური თუ არქიტექტურული ძეგლებით, რაც ტურისტების ინტერესს იწვევს. თუმცა გარდა მრავალფეროვანი ძეგლებისა, ვიზიტორებს უძველეს ქალაქში ქართული სტუმართმოყვარეობაც ხიბლავთ. არაჩვეულებრივი ქალაქია, აქ ყველაფერია, ძეგლები, ბუნება და ტრადიციები. თუმცა ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, ეს ქართული სტუმართმოყვარეობაა. ულამაზესი ხედია, არაერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა ქართული სილამაზე განსაკუთრებულია. საქართველოს გაცნობა მცხეთით დაიწყე და უკვე დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. იმისთვის რომ ტურისტმა ქალაქში თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს, აქ უკვე შეკეთდა მცხეთის შემოგარენი. რეკონსტრუქცირებული ძველი მცხეთის უბნები ყველა გემოვნების ტურისტისთვისაა საინტერესო. ყოფილ სატახტო ქალაქს დღეს უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ 4-ვე სეზონის ტურისტული ადგილი, რადგან აქ ვიზიტორები წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან.